მეგობრებო, ვიცი, ელოდებით, ბევრი ელოდებით. მას რა ქვია, ანალიზ გუშინდელი სატელეფონო საუბრისა ტრამპსა და პუტინს შორის. მოკლედ რა მოხდა? ესე იგი, მიიღეს შეთანხმება, რომ არ დაბომბავენ ინფრასტრუქტურებს, ენერგეტიკულს და რაღაც ეგეთი ინფრასტრუქტურებს, ალბათ სამოქალაქო ემის და ყველაზე მთავარი რაც არის, რაც არც ერთმა სააგენტომ არ თქვა ბოლოში, საუბრის ბოლოში, რა მომხდარა. ეს მე ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს, ალბათ ადრე თუ გვიან ამას ყველა დადებს, მაგრამ პირველები თქვენ მოისმენთ, როგორ დამთავრებულა საუბარი, რომ ტრამპს უთქვია, კარგიო მოვილაპარაკეთ ყველაფერიო, აბა კარგად იყავიო ვოვაო და შენ და კიდე ყურმილიო. ვოვას უთქვია, არაო, შენ და კიდეო. ტრამპს უთქვია, არაო, შენ და კიდეო, მე ვარ დავკიდებო. ვოვას უთქვია, არაო, შენ და კიდეო. ტრამპს უთქვია, კარგი გავოვაო, მე ხო იცი, არ დავკიდებო და წყვილა რატომ მეუბნებიო და ვოვას უთქვია, არაო, შენ და კიდეო, მე ვარ დავკიდებო, არაო, შენ და კიდეო, არაო, შენ და კიდეო და აი ეს გაგრძელებულა 2 საათი. ხო. თორე ისე 3 წუთი ილაპარაკეს. ახალგაზრდობაში ფეხბურთს ვთამაშობდი და ჩვენი გუნდი ფინალში გავიდა რაღაც თასზე. აღარ მახსოვს რა თასი იყო, რაღაც თასი იყო და ძალიან მაგარი მწვრთნელი ყავდა რა. ხარშესული კაცი იყო. 1000 ჭირი გამოულილი მოკლედ. ხო და უბრძენესი კაცი იყო და ძალიან მაგარი მწვრთნელი იყო, აი ერთ-ერთი იშვიათი მწვრთნელი იყო. ხო და ფინალი არა მოკლედ თასის რა, ფინალია მორჩა, გავედით ფინალში და უკვე გავდივართ მოედანზე და არა მაგარი კაცი იყო ესე. ხო და დაგვიძახა რა და გვეუბნება რომ ბიჭებო ამ თამაშო ან მოვიგებთ ან წავაგებთო. კარგად დაიმახსოვრეთო. ერთი გენიალური ისტორია გამახსენდა. მოკლედ გაგანია კომუნისტების დროს ინსტიტუტში რომ სწავლობდი, გენიალური ლექტორი მყავდა ერთი. აი უმაგლესი კაცი რა, ძალიან განათლებული, აი ძალიან განათლებული, ნაკითხი ფილოსოფიას მასწავლიდა. ხო და აი უგანათლებულესი კაცი იყო რა. აი არ ვიცი ვერ გეტყვით რა და ერთხელ ლექციაზე ცოტა ხმაურობდი და ასე მითხრა, მამუკაო, მომისმინეო.